საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ოპოზიციასთან კოორდინაციაში მყოფი სალომე ზურაბიშვილი ახალ გეგმას აანონსებს. ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო სტრატეგია ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასთან ერთად კოალიციური მთავრობის ფორმირებასაც გულისხმობს. როგორც ჩანს, ინიციატივა შეთანხმებული არ იყო მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, რადგან კოალიციურ მინისტრთა კაბინეტის შექმნის იდეამ პოზიციები ამჯერადაც გაყო. გეგმის მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება პირველ რიგში პოლიტიკურმა ძალამ გამოთქვა, რომელიც ექს-პრეზიდენტის მიერ შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაში საერთოდ აღარ მონაწილეობს. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ზურაბიშვილის გეგმას სრულად იზიარებენ ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც დიპლომატებთან შეხვედრას თავადაც ესწრებოდნენ. თამონაწიკლაური არ ყვევდა მოახერხებს თუ არა კოალიციური მთავრობის ფორმირების იდეის გარშემო პოზიციების დაახლოებას წინააღმდეგობის პლატფორმა, რომლის წევრ ოპოზიციურ ძალებს შორის უთანხმოება უკვე რამდენიმე საკითხზე გამოიკვეთა. ჩვენ გვაქვს იმისი ამბიცია, რომ რეალურად მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა. მომავლის ამბიციური გეგმით სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის აქტიურ წევრ პოლიტიკოსებთან ერთად დიპლომატებთან წარსდგა. ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებმა ზურაბიშვილისგან და მასთან ერთად ოპოზიციური პარტიების ნაწილის პოლიტიკური სტრატეგია გუშინ დახურულ შეხვედრაზე მოისმინეს და როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, იმითაც დაინტერესდნენ რეალურად რამდენად მზად არის თავად ოპოზიცია იმ რიგგარეში არჩევნებისთვის, რომელსაც ითხოვს და რომლის შედეგის მიხედვითაც უკვე კოალიციურ მთავრობაზეც ფიქრობენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არა მხოლოდ არჩევნებისთვის და ესეც იყო საკითხი, რომელიც აქ დაისვა და რომელზედაც ჩვენი პოზიციები გავაჟღერეთ, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად ასევე არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის. ძალიან ბევრი ნიშნები არის იმისი, რომ რყევები არსებობს თვით მართველ ზალაში და ეს არის ის, რაც გვაძლევს ასევე დიდი მეც, რომ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც მიგვეყვანს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. არჩევნებამდე მოვიგებთ და ისე ჩატარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნება სუსტდება, ჩვენ არ ვიძახით, რომ უკვე იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, მაგრამ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი კლანები აკლდება, ხო, ოცნებას აი ამ სანქცირებაში. მმართველი პარტიის წევრებისა და ლიდერების სანქცირებით დასავლური მხარდაჭერა, განგრძობადი პროტესტი და რეალური ალტერნატივა წინააღმდეგობის პლატფორმის სახით პოლიტიკურ სარბიელზე. ეს ის სამი ფაქტორია, რომლის საფუძველზე სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები ირწმუნებიან, რომ რიგგარეში არჩევნების ჩანიშვნა იმაზე ახლოსაა, ვიდრე სხვებს გონიათ. ამიტომაც თვლიან, რომ პოლიტიკურ პარტიებს სწორედ ახლა აქვთ დრო დაფიქრებისთვის, მათ შორის ვინ მოიაზრებს თავს ამ პოლიტიკურ ალტერნატივაში და შემდეგ უკვე კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში. ქართულ ხალხს ჭირდება იმის დემონსტრირება, როგორ ემუშავებს მომავალი კოალიციური პარტია, ხო? მომავალი კოალიციური მთავრობა. რომელშიც შევლენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პარტიები, მაგრამ პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ ერთად მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ჩვენ ვიცით, რომ ნაცმოძრაობა თბილისში მეხუთე ადგილზე გავიდა. ეხლა სალომე ზურაბიშვილი კარს ღიას ტოვებს მათთვის თუ მიხვდებიან იმას, რომ მიშა სააკაშვილი ვერ იქნება ყველაფრის ცენტრში და დღეს ცენტრში ქართველი ხალხის ინტერესები უნდა დადგნენ და შემოვლენ. თუ არა და არაფერი ქარავანი მაინც წავა. უკანასკნელმა არჩევნებმა გვანახა თუ როგორ არის დაყოფილი პოლიტიკურად ველი საქართველოში და ის რომ კოალიცია არის გარდაუვალი მომავალ მმართველობაში. შეიძლება ვიღაცა დღეს რაღაც შეხვედრებზე არ დადიოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას მნიშვნელოვან და ძირითად საკითხებზე. ლელო ძლიერი საქართველო და ფედერალისტები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის ერთგული მონაწილეები არიან. შესაბამისად, მათი პოზიციები კოალიციურ მთავრობასა თუ რიგგარეში არჩევნების მიღწევის გზების პროცესში თანხვედრაშია. თუმცა, პლატფორმას ხავს ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ერთის მხრივ ხელმომწერი არიან სალომე ზურაბიშვილის ქართული ქარტიის, მაგრამ მეორეს მხრივ წინააღმდეგობის პლატფორმას ბოლო რამდენიმე შეხვედრა არ დასწრებიან. მაგალითად, გიორგი გახარიას პარტია, სადაც ამბობენ, რომ კოორდინაციაში რჩებიან, მაგრამ თან საკუთარი სტრატეგიით მოქმედებენ. შეხვედრებს აქტიურად ესწრება ელენე ხოშტარია, თუმცა დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილთან არ გამოჩენილა ნახლები. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციური მთავრობის იდეა დღეს მათი პარტიის წევრმაც მოიწონა. ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის მზად ვართ პროდასავლურ პარტიებთან ერთად შევქმნათ კოალიცია და თავის დროზე პრეზიდენტის ქარტიის თანახელმომწერები ვართ და ჩვენ ერთ-ერთი პირველი მოვაწერეთ ხელი. ამიტომ ეხლა ვიღაცაებმა პირადი სიმპათია ანტიპათიები უნდა გადადონ, თუ ისინი რეალურად ოპოზიციაა, გადადონ გვერდით და მიიღონ მონაწილეობა იმ
ასე ვთქვათ, მზადებაში, რასაც მომავალში არჩევნების დაცვა და გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობა ქვია. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე არის ბრძოლა მოსაგების საქართველოს კონსტიტუციურ ჩარჩოში დასაბრუნებლად და შემდგომ უკვე ფორმებზე, თუმცა ეს საუბრები ახალი არ არის და ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, როგორც გახსოვთ, ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ შორის ტექნიკურ მთავრობას და ეს იყო ის პოზიცია, რომელიც მაშინაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით გაცხადებული. ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურის შემდეგ განსაკუთრებით ჩამოყალიბდა ტროლად, ჩვეულებრივ ტროლად, რომელიც ხან ერთ რამეს იძახის, ხან მეორე რამეს იძახის და ისედაც ამ თავგზავნებულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნებს თავგზას. პლატფორმის აქტიური და პასიური წევრებისგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკურ გეგმებს სკეპტიკოსები ოპოზიციაში წყავს და ამას იაგო ხუჩიას კომენტარიც ადასტურებს. გირჩი პლატფორმის წევრი არც არასდროს ყოფილა. სამაგიეროდ იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც პლატფორმის პოლიტიკურ უნარიანობაში ეჭვი ერთი თვის წინ შეიტანა და ამ პროცესს გამოეთიშა კიდეც. სწორედ ამიტომაც ზურაბიშვილის განცხადებებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის ისინი აყენებენ და ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკურ ჰოპლამდე, ანუ კოალიციურ მთავრობაზე საუბრამდე აუცილებელ პოლიტიკურ ნახტომს ახსენებენ. ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა იდგეს, იმიტომ რომ კოალიციურ მთავრობაზე, როდესაც საუბრობთ, პირველი აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, ანუ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი, ვინ ატარებს ამ არჩევნებს, რა წესით ტარდება, როგორი ადმინისტრაცია, როგორი საარჩევნო გარემო, ამ შეკითხვას პასუხი რო გაიცემა, მე შეიძლება ვილაპარაკოთ კოალიციურ მთავრობაზე. კოალიციურ მთავრობის იდეაში არაფერი არ არის ცუდი, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი არსებულ კონტექსტში, არსებული მის მიერ ჩადენილი ქმედებების შემდეგ და ათასნაირი კოალიციების თუ ქარტიების თუ რაღაცა ჯანდაბების შემდეგ, როცა ამას საუბრობს, უბრალოდ გამოდის არასერიოზული, რაც არ უნდა სერიოზული იყოს ზოგადად კოალიციური მთავრობის იდეა. მაშინ როცა ზურაბიშვილისა და წინააღმდეგობის პლატფორმის სტრატეგიასა და მომავლის პოლიტიკურ გეგმებს მსჯელობას ოპოზიციური ნაწილიც აკრიტიკებს, არ იქნება გასაკვირი თუ კი კიდევ უფრო მეტად კრიტიკულია მმართველი პარტია. პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობა, ტრაგიკომედია, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ეპითეტებისა, რომლითაც ქართული ოცნება ოპოზიციური ფლანგის გეგმებსა თუ სტრატეგიას აფასებს. მმართველი პარტიიდან რიგარეში არჩევნების მოლოდინში მყოფ ზურაბიშვილს მის მომხრეებსა თუ მოწინააღმდეგეებს უთვლიან, რომ ერთადერთი არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება, ადგილობრივი თვითმმართველობის იქნება. ტრაგიკომიკურია და უბრალოდ არასერიოზულია პასუხი ქალბატონზე, იქ დამსწრე საზოგადოებაზე, როდესაც პრეზიდენტად მოიხსენიებენ, რაღაცა არჩევნებზე საუბრობენ, როდესაც ჩავლილი არჩევნები და ყველამ კარგად ვიცით მომდევნო საპარლამენტო არჩევნები როდის იქნება. ასევე ყველამ კარგად ვიცით როდის იქნება თვითმმართველობის არჩევნები, ხო, მომდევნო. ისაუბრონ ამაზე და მოემზადონ თუ რამისთვის ემზადებიან, ხო? ეს ყველაფერი უკვე გაცვდა მათი მხრიდან საზოგადოება. კარგად ნახა მათი სახე. და კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილზე, თამარ ჩერგოლიიშვილზე და იქ დასწრე საზოგადოებაზე კომენტარის გაკეთება უბრალოდ არასერიოზულია. კოალიციური მთავრობის როგორ მომზადება, როდესაც არ არის საპარლამენტო არჩევნები. ესე ძალიან არასერიოზული განცხადებაა, რა თქმა უნდა, და ამ ქალბატონთან მიმართებაში მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე რაღაცა კომენტარის გაკეთებას, ვინაიდან ქალბატონია, ასაკშია და ძალიან სამწუხაროა, რომ იგი იმყოფება დღემდე რაღაც პარალელურ სამყაროში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დღეს რო კითხო, იტყვის, რომ მე საქართველოს პრეზიდენტი ვარო და შესაბამისად ეხლა როგორ გავაკეთოთ სერიოზული კომენტარი, ნუ შეუძლებელია ფიზიკურად. რიგარეში საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას მმართველი პარტია კატეგორიულად გამორიცხავს. არადა, სწორედ ეს არის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე მათი პოლიტიკური გზები აშკარად გაყოფილია.